ბაგრატის პოლიტიკა რა იყო? დაერწმუნებინა შაჰ-თამაზი, რომ ეხლა ქართლისა და ირანის დაპირისპირების დრო არ იყო. ერთობლივი ძალებით უნდა ებრძოლათ ოსმალეთის წინააღმდეგ, რომელიც იმარჯვებს ევროპაში, იმარჯვებს აღმოსავლეთში, ეკუთვნის ყირიმი, ანუ ყირიმელი თათრები მათ ექვემდებარებიან, სირია, პალესტინა, ეგვიპტე, აფრიკის ჩრდილოეთი ტერიტორიები, მე ვგულისხმობ იქით ალჟირი, იქით მაღრიბი, მერე ცოტა მოგვიანებით თუნისიც, ხმელთაშუა ზღვას აკონტროლებენ ბოლოს და ბოლოს ოსმალო მეკობრეები, მარტო რადგირს დავასახელოთ ცნობილი ოსმალო მეზღვაურები, მაგალითად ეს არის პირი რეისი, რომელიც არის უდიდესი კარტოგრაფი, ფაქტობრივად პირი რეისის რუკებით მერე უკვე ევროპელებმაც კარტოგრაფიული ბიბლიასავით იყო მათთვის ეს პირი რეისის რუკები, იმიტომ რომ შესანიშნავი რუკები დაამზადა, მართლაც იქიდან სწავლობდნენ უკვე მომდევნო კარტოგრაფები, სად რა და როგორ, იმდენად იყო კარგად შესრულებული, რომ აი საოცრად მაგარი კარტოგრაფი, მეზღვაური და ადმირალი იყო. მერე უნდა დასახელდეს ჰაირედინ ბარბაროსა, რომელიც არის ჰიზი რეის ჰაირედინ ფაშა, ასე უწოდეს მას ეძახდნენ ზღვის სულთანს, იმიტომ რომ შესანიშნავი მეზღვაური იყო და რა თქმა უნდა იყო მეკობრე.